საერთოდ არ მაქვს გასინჯული. არასდროს. რაშე? ანუ, აბა როგორ უნდა შევავაწყო ხინკალს, აქვს თუ არა წვენი? ამისთვის მომზადებული არ ვიყავ, მეგობრებო. ამნაირ სიტუაციაში პირველად მოვხვდი, როხა იძახის შიგნიდან. ო. არ უნდა გაგიქცეს იქით ამ. აკეთ. ხომაგარი? აუცილებლად. რო არ მთავრდება მაგია, კაი რა. Гэта твоя категория ხალხი. ეგრეა რა ხინკა. ეს შენი თუ დიდია, ხო? ჩემი უფრო დიდია კი? ქუთაისი არის ქალაქთა ქალაქი. გამარჯობათ მეგობრებო, რა შვებით, რა ვახართ. ახლა მომინდა რომ ისევე ხინკლების ვიდეო გადავიღო. თქვენ კიდე ამ ვიდეოზეც დამიწერეთ კომენტარები, რომელ სახინკლეში არის ყველაზე კარგი ხინკალი. მოდი, აგერ ლუადათი დავიწყოთ. ჰოპ! აია. სიო, ემაშავსა უეჭველი. ხო მეუბნებოდით ლუადა გამოაჩინეო, ადამიან. საწევიდეთ აბა სახინკლეში პირველი ადგილი. ეხა ძალიან ბევრი სახინკლია ქუთაისში. ბავშვობაში რაც იყო ცნობილი, იყო ელდეპო და ქალაქური რა. ელდეპოში ხო ვიყავით. ჩვენ ვიდეოც გვაქვს გადაღებული და ნიკიაზე ვართ, ქალაქურიც ბაზარი არა. ის რო იყოს გარადოკი, ახლა გარადოკის ხინკალი. მე არა მაქვს მაგის ხინკალი ნაჯავი და არ ვიცი. გადაწყდა, მივდივართ ქალაქურში. ბავშვობა გამახსენდავეო. რამდენჯერ მაქვს აქანა კეიფები, სიმო. ზუსტად ამ კუპეში მე-10 კუბე არის. მიყვარდა აქანა ხინკალი. ნახოთ აბა რამე თუ არ შეცვლილა და თუ ხინკლობს ქალაქურის ხინკალი. 10 წელი შეუკვეთით. ლუადაც გასინჯავს, მე თავისთავად გავსინჯავ. ფასი აქვს ლარნახევარი. ვიკითხეთ რამე განსაკუთრებული ხო არა აქვს და უშუალოდ ქალაქური ერქვას ხინკალს, რაფერაც ელდეპოში. ელდეპო ერქვა ხინკალს რაღაც მაგნაირი, მაგრამ არაფერი არა მაგნაირი, ჩვეულებრივი სტანდარტულად ხინკალი გვაქვს. და ყველითა კიდე ხინკალი რომელიც ღირს ლარი დავუც. ისე თუ დაგაინტერესებთ განსხვავებული ხინკლების ვიდეოს, სოკოსი, ყველის, კარტოფილის, დამიწერეთ კომენტარებში და მაგასაც გადავიღებ სხვადასხვა ნაირსახეობას ხინკლების. კაი ხ მოუცადოთ, ამდენ ხანში მოვა ჩვენი ხინკალი და გავსინჯოთ რანაირია. კაი ხინკალი არის? რაო. კატების ენა ლუადა მიცის და რა თქვა? სანამ ხინკალი მევიდა გაწვიმდა. იქცა ქვეყანა გონია. ძალიან დიდი ხანი აგვიანდება და სულასე არ უნდა იყოს ჩემი აზრით. ახლა რაღაც ხდება. იქეთ სარემონტო სამუშაოები მიდის, იქეთ ბალხი მიდის, მოდის რაღაც ფოსფოსობენ. რაღაც ღონისძიება არის ალბათ. რა ქნაჩი. რა ბურა. მევიდა ჩემი ხინკალი. ვიზუალით დავიწყოთ. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი ფორმა აქვს. გამორჩევა რითიც შეიძლება რომ დიდი კუჭი აქვს. სომია ოდნავ სქელი. მოდი გავსინჯოთ აბა ახლა. ცოტა წვენი კიდე იქცა, მაგრამ აი ასე გამოიყურება. ბევრი მწვანილები აქვს. ეს დიდი ეს პიმპელია, თუ მწვანილია, არ ვიცი. ასე გამოიყურება ერთი სიტყვით. მწვანილების გემორიგზნობა და მარილი აქვს ოდნავ მეტი. შეიძლება ეს ხინკალი კი არის იმნაირი, რანაირიც ადრე იყო, მაგრამ ტაქტიკები შეიცვალა, გემოები შეიცვალა. ესეც მერე ძმარი იცვა. გემოვნების ამბავი არის ახლა. მოდი ახლა ჩავშიფროთ ყველაფერი რა. უფრო ქორწილებზე არიან გადართული და დაბადების დღეებზე და ამნაირ რაღაცეებზე. რესტორნად არა უფრო. კიდე გადავწყვიტე რომ ამ ვიდეოში ქულები არ დავწერო. უბრალოდ გითხრათ რანაირი არის და გემოები და მერე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ ყველაფერი. არა, ხინკალია. ძალიან მიყვარს ხინკალი. რა უქნა. შავი პიმპილი. ვისაც ძველი აქაური ხინკალი არა აქვს განასინჯი, იგი რომ მოვიდეს, რავი, ხინკალი არის ჩვეულები. ადრე ძალიან კაი ხინკალი იყო, ერთი სიტყვით ამის თქმა მინდოდა. მიდიხ ჩვენს გასინჯე და ნახე მე. ის მომაწოდე მაშინ საფრთხიდან ნახოთ ერთი რა არის. ეს რაც ხელი არის. წვანილის გემო უკვე იგრძნობა რა.
ცუდი ხინკალი არ არის. მეც ხინკალი ქალაქურის უკეთესი მახსოვს. იყო ტოპი მართლა. აი ორი ხინკალი იყო ქუთაისში, რომ აი ამის რომელი ჯობია და როგორც რეალი და ბარსელონა რო ეგრე იყო რა. ხო, მე რო ვთქვა კიდე სიმართლე აღმაშენებლის ქალაქური არ ქალაქშიც იყო თვითონ ქალაქის ცენტრში ქალაქური მან ხინკალი მომწონდა და მაგას ვჭამდი ხოლმე ქალაქურას მაგას მოვიაზრებ. მეც ეხლა რო ვუყურებ დღევანდელ აქ მდგომარეობას, მჯერა რომ ამაზე ორჯერ და სამჯერ უკეთესი ხინკალი იქნება აქ რა. ერთი სიტყვით რაღაცებს აკეთებენ და შეიძლება მაგის ბრალიც იყოს ან უცებ. აქ ამას წინათ ვიყავი და კაბაბი, მწვადი ვჭამე და კუპატი და რაღაც კუჭმაჭი და ძალიან მაგარი რაღაცები იყო, მაგრამ ხინკალი მაინც გვაინტერესებს ჩვენ და რაღაცების გათვალისწინებით ალბათ მართლა ორჯერ და სამჯერ უკეთესი შეიძლება იყოს აქანა. კაი, ახლა გადავიხადოთ ეგი და წევიდეთ შემდეგ სახინკლეში. იმ დღეს იმნაირი წვიმა იყო, საერთოდ ვერაფერი ვერ გადავიღეთ, ვერც იქანა გადავიღეთ ვერაფერი და ვერც აქანა ვერ გადავიღეთ ვერაფერი. ეს კაი ადამიანი, გაჩვენებთ ახლა არის ჩემ ბიძაშვილი და სულ მეუბნება რომ ხინკალიო. თუ გინდაო, უნდა მეხვიდეო სამზარეულშიო. ხო და ნუ იმნაირი ადგილზე არის, ასე ცნობილი არა, ბაროშაკ. რამდენი კითხე იმდენჯერა მითხარი რომ აქანა არის მაგარი ხინკალიო და რატო მაგალითად ქალაქში ნახავ მე რომ აქ რასიც ვაკეთები გამორჩეულია ეს ხინკალი სხვასთან შედარებით და დააგემოვნო და საქმეში გამოჩდება მოდი ახლა დავაგემოვნოთ შაკოს არჩეული ხინკალი როგეუნება მაგარიაო მეც მაინტერესებს რანაირი არის კაი წევით წამო შემევედით კუხნაში, არ ველოდებოდი, მაგრამ ხინკალის შეხვევასაც გაჩვენებთ და რაფერაც ვაკეთებთ ხოლმე, ერთ სამ ხინკალს მეც გავაკეთებ და გავსინჯოთ რანაირი იქნება. მოდი ახლა ერთი ცალი მთლიანად მე გავაკეთებ, აფტყელებიდან დაწყებული თავიდან ბოლომდე და ვნახოთ რა გამოვა. Всё, მზად არის. ვაცალთ ახლა თუ არა დაგვაგვიანდება ამდენ თამაში. ახლა თან ვისწავლი მე ახლა ამის შეხვევას. იღებ ფარშს. და კოლ ნახევარი. იხო, როგორც კიდეები, აგია დააკვირდით? მერა. კი. უხრით. ნავადრიელე კიდე. მაგან ლამაზ შეხვეული ახლა მე ვერ ვიზამ ასე ლამაზად რაფერაც ვატყობ, მაგრამ ნახოთ. ფარში. ასე? კი. ერთი. კიდე გავამატოთ ცოტა. ასე. საკმარისია. ასე ჯერ. არა უშ. მირმის, მაგრამ არა უშავს ახლა. არა უშავს. არ უნდა გაგიქცეს იქით ამ. აკეთ. გაციქება იქ, ჩემ გაკეთებული იქნება და რა. უკვე ხვდები რომ რაც ხა ვერა ისე რომ უნდა. მაგრამ განვასხვავებს. გამოვასწოროთ არ არის პრობლემა. ისეთია ხა როგორ იყო. მეღადავე ხო, მეღადავე. всё. ბიჭო, უნიკალური ფორმისა. პროფესიონალი ვარ რა. ცოტა ხანში მეხინკლე გავხდები რა. შეხედე რა, მაგარი რაღაცა გავაკეთე. ავარი არ გეიხსნას ახლა ეგ. ის მოაჭერო. შეხედე, რა მაგარი ხინკალი გავაკეთე. მაგარი? კი, აუცილებლად. იდეალურია. ერთმანეთში არ ეგვერევა და ეგ არა. ჯერა თავიდან ისე დავიწყე, მეთქი საერთოდ არ გამოვათქვა, მაგრამ ცოტა რაღაცას გავზახე. თლად მასე ვერა, მაგრამ უჭირს. აი მე ხინკალი ეიკარ кайქანა იმდენ ხინკლებში. ესე იგი როიხება ხინკალი რისი ბრალი არის? ხინკალი 90% როიხება არის ბრალი ქვირის. აჰა. უნდა დაამუშავო კარგად. თუ ცუდა დაამუშავი არ იარდეს ხინკალი იქნება შავი ჯერ ესეთი რომელიც არ უნდა იყოს და იქნება უხეში ცონა.
ოხაშის დროს ექნება ან ბუსტურები, ან გაიხევა, ან ასე შემდეგ. დანარჩენი 10% ჩაყრას აქვს მნიშვნელობა. როგორ ჩაყრიდა, როგორ მოუღრდა ასე შემდეგ. რომ არ მიეწევს ერთმანეთს და არ გაიხსას და ფორმა არ შეიცვალოს. ხო და აგერ პროფესიონალ კაცს ვკითხავ, მიწერენ იქ ან კომენტარებში ხინკალი ასე ფასდება, ისე ფასდება, ეგი უნდა ქნა, იგი უნდა ქნა და შეჭმის დროს რას აქვს მნიშვნელობა რა? შეჭმის დროს მაგალითად ავიღოთ ხინკალი. ხინკალი არ უნდა შეიცვალოს ფორმა მოხარშვის დროს. რომ მოიხარშება ხინკალი, არ უნდა ჩამოიწელოს. არ უნდა იყოს ჩამოწელილი. თუ ჩამოწელილი იქნას, ესე იგი ხინკალის ცომი არის ხელი. და არასასურველი არის ხინკალისთვის ძალიან თხელი ცომი რო გაკეთეს, იმიტომ რომ უფუჭებს გემოს ჯერ ესეთი და მერე მეორე გამოდის ულამაზ. მერე მესამე კიდევ იხევა. ხინკალის ფორმას რომ მოხარშო, ხო უნდა დაჩეს დაახლოებით აი ასე. არ უნდა დაიწყოს. გასაგებ. ძალიან ლამაზი ფორმებია, კაი შეხვეული არის. თითქმის იდეალურადაა ყველა რავი. ეგი. და ეგია ყველაზე იდეალური. რეალო უნდა? როგორ ზაჭარულს ეკვანი ისი. ახ მე ჩავაბზრიალებ ამ ჩემ ხინკალს და ეგა. სანამ მე იქანა გევედი, გამევედი რა ცხები გავაკეთე, გადავიღე. მანამდე შეგაკეთა ხინკალეს. ლამაზის რომ აი დავდა. კი, შეხედა. აი. ეგე ჩემი ხინკალი აქ პირველი. ამევიღე, მე არ გაჩვენეთ ამოღება და იდეალურია. ხინკალიც მოვიდა. მადლობა. შედარგო გეთქვა. ჩაკო. მოდი აგენ. შეხვეულია გასაკუთრებულად. ესაა ჩემი შეხვეული განსაკუთრებულად აქან აროდებს. აი მითხარი ახლა რატომ მოგწონს ხინკალი? მე პროფესიონალი უნდა იყო ჭამაში. ხო, დაიცვა. აი ხორცის ზომა, წვენი, ცომიც. ყველაფერი იდეალურია. მე აგერ კაფსიჯო. ჩემ გაკეთებულ ხინკალს პირველი და ვნახოთ აბა. წვენი გავსინჯოთ ახალანაირი არის. მართლა კაი არის. ნელია. კი, ძალიან. რა არის ეს? ნეიტრალური გემო აქვს რა. არაფერი არ გეტაკება, ასე ერთიანად. კი. ყველაფერი მოდის, რაფერაცაა საჭირო ისე. არც მწარე არის მართლა რომ გემოები დაგაქოს, მწარე რო არის, გემოები იკარქება და ნუ ზოგს უყვარს, ზოგს არ უყვარს ეს მწარე კაცო და მწარე კი, მაგრამ მწარე საერთოდ გემოებს კარქავს რა. უკარგავს გემო. ხორცის გემო აღარ იცნობა და სხვა რაღაცების გემო. კი, შავი. მართალი ყოფილი ხარ. ხოდი ახლა აგერ ამ კაცის შეხვეული ხინკალი გავსინჯოთ. ჩემი ახლა რაც იყო, ფორმა ქონდა სხვა. იასონას საფირმო ხინკალიო. თქვენ ხართ ხო? კი. მართლა კაი რაღაცა არის. ხორცი ბევრი აქვს, კარგად აქვს, წვენი. საკმარისი აქვს. ამ შავ პიმპილთან ერთად ვაფშე მაგარი გახდა გილე. მართლა ხო? რა ღირს? ლარნახევა. სტანდარტულად. ყველგან ლარნახევარი ღირს ხინკალი. თან რა არის იცი? მოულოდნელი არის ახლა ამნაირი პატარა სიტუაციისთვის ხინკალი რა. იმიტომ ხინკალს ძალიან დიდი შრომა. კი. რამდენია? მარტო ხინკლისთვის მევედი აქ არაფერაც იცით, მაგრამ ხაჭაპური გასინჯეთო, ლობიანი. ეს რა არის? პატარა ხაჭაპურია? ხაჭაპური 3 ლარი ღირს, ლობიანი 2 ლარი ღირს. როხა იძახის შეგნიდან. ხინკალი უნდა წომოთ, მართლა კაი ხინკალია.
მალადეც იასონ, მართლა კაი ხინკალია. ხინკლისთვის კი ვიყავი მოსული, მაგრამ ხაჯაბორიც უნდა გასინჯო, ნობიან, ნუ, ყველაფერს გავსინჯაო. ო. შეხედე. სუნი აქ იდეალური, ნახოთ ახ გემოზე რანაირი იქნება. მაგარი ხაჯაბორია. კაი ადგილია, შემთხვევით მოხდი თუ აქან ხინკალი თუ იყო, მართლა არ ვფიქრობდი და და ახალი გახსნილია, რამდენი ხანი არის გახსნილი? 2 თვის? ო, იმიტომ დავდივარ აქ არ მოზრაობ და არ შემიხედია და ხაჯაბორიც გაკანასინჯი ახანა და იმიტომ ყველი ახლა ლობიანიც გავსინჯოთ, 800 საყვარელი კერძი და ნახოთ. კაია, ლობიო, კაი შეგმაზულია, სუნელის სუნი იგზნობა, ორმაის რო ვჭამე, იმას სუნზე უკვე ეტყობოდა რაც იყო. ძალიან ფაფუკაცები და შენც მივხვდი ხო? კბილები რო არ კონდეს, მაინც შეჭამნაირია. სომი, ლობიო, ყველაფერი არის ერთმანეთთან კომბინაციაში იდეალურად რა. აი არის ძალიან მომეწონა, თუმცა კარაქის გემო და რაღაც გემრიელ გემოს ტოვებს რა. ისია შეგმაზული ლობიოს გემოც იგრძნობა და სუნელების გემოც იგრძნობა. არც იქეთა რომ ლობიო გადაფაროს და არც აქეთ რა. ახალი გახსნილი არის და მას თუ გაგრძელებენ, მარტო ხინკლისთვის ვიყავით მოსული და ის აუ რასტუ ფრაგეიშალა ემატება და ემატება რაღაცეები აღარ შეგვიძლია მაგრამ გასინჯვით უნდა გავსინჯოთ ინგლისურ ვიდეო კია მაგრამ ამ კესაც შემოვთავაზებთ არა პრობლემა ისე ძალიან კარგად გამოიყურება ეს პიცა აჰა რაც მე პიცები მაქვს იტალიაში ნაჭამი აი შესაძლებელი იქნება ახლა ეგია ძეხვთან ერთად აქ ლორიც რა კაი სუნი აქვს. ამ ორეგანოს გემოც მომწონს და რაფერაც არ უნდა გეიგოთ ახლა და ნეგი და იგიო მითხრათ. მე ქუთაისში პიცები უფრო მომეწონა ვიდრე იქანა იტალიაში. სომი არის კაი. აფერაც ვთქო, კაი ფქვილითაა გაკეთებული. ხელს ხო? ვიანსაც გავსინჯავ. ლოად. უნდა გასინჯო ყველაფერი. არ დაგიჯავა. ბატონურებ ბედი. კი ხო? გამანებ ხალ წადი. ნუ გამიხებ, მიხარ. ბიჭო ხო? რაფერ ხვდები? განერი რბილია, იცი? რაფერ აგიწეროთ ახლა? რაფერაც ხბოს ხორცი კაი მოხარშული რო დნება პირში, ისე დნება ამის ცომის და რაშია საქმე? ძალიან გემრიელი არის, ლობიანი მიყვარს მე? ლუადაზე მეტად არა, მაგრამ მეყვარს ახლა. აი იგიც იმნაირადაა შეზავებული, რომ არც სუნელები დაგეტაკება პირში და არც, ნუ ყველაფერი არის აბალანსებულად და კარგად. გემრიელია. ერთ სიტყვით მართლა არ მეველოდებოდი ამნაირი პატარა დაწესებულებიდან ამნაირ რაღაცებს და თუ ხართ აღმაშენებელზე, აქან ახლოს რავეგე პოლიცია არის და მის წინ არის გასლელი და მე მომეწონა. სახლის საჭმელებიც არის თუ გინდათ ვინეგრეტი გინდა ახლა სეზონია ახალი კარტოფილი უპატი და რა ბევრი რაღაცეები არის ანუ საჭმელს რაც შეეხება შეგიძლიათ მოხვიდეთ აქანა და შეჭამ გემრიელად რა ინგლისს კი არა ეს ვიდეო არის ჭამასის გაგიმარჯოთ სომს არ ჭამთქო უნდა მეთქვა რაც სომს არ ჭამ გაიმავს ქენენ ყველაფერი კონთ კადაც გავსინჯოთ ბარეღამ და
ძალიან ხვიერი არის. პირში იშლება. ამ ყველაფერს რო უყურებ ჩემი ნაცნობები, რა ხდებაო ჩვენთან ვარჭამო არაფერსო და ხანა რა ამბავში ხარო, მაგრამ რა ვიცი ახლა. თქვენთვის ვიღებ ვიდეოს. თუ არა ამდენს ცხოვრებაში ვერ შევჭამდი და მოაქვს და მოაქვს, რავი, რამდენი რამე ყველაფერს მართლა ვერ შევჭამ ახლა. თქვენი ხათით ახლა ამას გავსინჯავ და ეგა ხო, ხელით? ვა, სვანაერი მას ველოდებოდი. ო, პარი არის. კაი გასართობია. გრაშობა? სახის კანჯიმა. მარლა, აუ ახლა თუ დემეჭიმა, სახე მენენახეთ. ნუ, კაი საჭმელი არის, არ დააქვსურეს რა. სივი არის, მაგარი არის და არაჟნის გემო აქვს ქვედა მხარეც ერთი სიტყვით დაბალანსებულია და სახეს კანს ჭიმავს კიდე რო იცოდეთ და ამიერიდან ასე თუ იარეთ სახე გადაჭიმული იცოდეთ რისი ბრალე არის. მაგარი რაღაცა. ნუ ლობიანი ხო გასინჯე. რა ვარ ეგ? იყო და სომი ფილი იყო მოგიო იმენა მაგარი. ვინც უყურებ ჩემ ვიდეოებს იცი, ის არ ჭამს არაფერს ხო და ლობიანი მაინც შეჭამა. ხინკალი? ხინკალი ხო გასინჯე. უნდა თვითონ ხორცი იყოს სვანაერი ვახშე რა. რამდენის იქნება ახ ეს ყველაფერი აქ? მადლობა. მე მადლობა რომ ვერცხედა რას? მოყოლება გამოხატე. ყველას კაი იყო ყველაფერი. მაშინ ვარ ყველა გენთან დამოკიდებული რომ კი, ძალიან შინაურული. და მოყოლი დარჩეს ყველა. სილო მაქსიმალურად და შედეგის ვარ რა. რამდენი ხანია გახსნილი რო არის? დაახლოებით 1 წელია რაც გახსნილი ვარ და პირველი კლიენტი არ დავიკარგე. ვინც მოდის 2000 მოდის. 3000 და ახლების რომ მოდიან, აუ გავიგეთ და კაი სერვერები გერდება და მეც მასე მოვედი. ბევრმა მითხრა ის იქანა მაშენებელზე უწადი ხინკალზე მითხრა ისე და ხინკალი კაი არის და ხინკალის გარდა ყველაფერი კაი არის და ვაპირებ ამნაირი დაწესებულებების გადაღებას და აქანა მოვარ აუცილებლად კიდე, იმიტომ სომეულობა ყველაფერი ძალიან მომეწონა და ამ გენსაც გავსინჯავ მე ამ კუპაც ოსტრს და რაღაცებს. ძალიან კარგი. ვოლტზეც არის, ლოუზეც არის და სამზარეული ქვია. მადლობა დიდი. წარმატებები. კარგად. всё, გამევედით და რა ვიცი, რაც მე ვჭამე დავსვე, არ მეთხრათ რა. რაფერაც მივხვდით, სამზარეული ჩავწერეთ ქუთაისური ადგილების სიაში. იცით ეგ რას ნიშნავს, რომ დაგპატიჟეს და მადლობა კიდე აქედანაც. ვიკითხე ისე კანჭიც კეთდება და კანჭის ვიდეოებს რო გადევიღებ, კანჭაც გამევიძახებ აქედან და მიმართავ კიდე ქუთაისში კანჭს ვინც აკეთებს, შეგიძლიათ ჩემეხმიანოთ, მეილი იქნება აღწერაში და გამომიგზავნეთ კანჭი და დავაგემოვნებთ თქვენ კანჭსაც. სანამ ეს ვაგანწავალ, გამეიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო და წევით ახლა. იმედია იქანა მაინც მარტო ხინკალს გავსინჯავთ. რატო არ ახლა პიკენტია საქაბაბესთან ამ ხინკლის ვიდეოში თუ იცით. რავი, ასე მომინდა. სად უყვართ ქუთაისელებს ხინკლის ჭამად, იმათ გარდა იქნა ეს ვიდეო, იმიტომ აქეთ ლუადავს ვკითხე, სად უნდა წასულიყავი, იქეთ ჩემბიძაშვილ შაკოს ვკითხე და ახლა ბარიღა მე ვიფიქრე და ჩემი ძმაკაცი, ერეკლე, ვინცაა ჩემი ერთგული მაყურებელი, ყველას ეცოდინება, ვინ არის ეგაცი და ბარო გუგუ, მოდი გაკოცო. რიბაკი ბიჭების ვიდეო და მოგესალმებით. საჭამ აბა ხინკალ შენ. სახში, ხო ეგარდეში ვჭამ ხინკალს. ძალიან კაია, ძალიან მომწონს. რაფერზე ვიდა ვიდეო იცი? ვინც რასაც მეტყვის ადგილს იქანა წევიყვან. მართლა? აგერი, ერეკლე ხინკლის თემის გარდა შეიძლება? არა, ხინკლის თემის გარდა არა. მარტო ახლა ამჟამად ხინკალი და სამომავლოდ ამომავლოდ იქნება კიდე რაღაცეები და ვიკითხავ და ვინც რას მეტყვის, დავარაო და წევიყვან. ხალხს თუ მეეწონება ახლა თქვენ რაფერ ფიქრობთ? დამიწერეთ კომენტარებში. ხინკალი კაია, სიმაღლე ზარი არა, მაგრამ არის ბევრი კიდე რაღაცეები, ისეთი რაღაცეები ის გამოგონება შეიძლება და მაგითო შეგეკითხე. ახლა არ დაამონტაჟო. ადი, იმედი აქანა მაინც მოგცემენ გადაღების უფლებს, იმიტომ ზოგ ადგილებში არაო და რატო არა, არ ვიცი. წევით. ოვენ, sorry. ნუნჩი ვეი.
ქუთაისურად მე ვედით. მე ვეით. მე გონი. სამეცლიდან მოყოლებული მინდოდა YouTube-ები ყოფილიყო. შეხედი ახლა ამის გაჩერება არ გინდა? საშუალება არ მქონდა რომ კამერა მეკიდა და ნუ რა მოგწონს ახლა აქან ამ ხინკალში? ზოგადად ჩემო გიო თუ მელო როგორ ჯობია მელო ჯობია შეიძლება ვიღაცამ იქანე იმდენი ხალხი უყურებს რა ვიღაცამ არ გამლაწყო მაინც დევის გულთან ჩემთვის პირადად ასოცირდება მაინც პახმენიასთან უფრო სხვა ისა უფრო მნიშვნელოვანი არის წვენი ხინკლის წვენი აუდინობა თუ მეტი არის და ეს კემრიელი არის ვაფშე საოცრებელი ჩემთვის მაგალითად მომენტივად ინტერფაქციას აი ეს ერთად წვენი თუ არ შინდა ბევრი თუ არა და თან კემრიელი თუ არის საოცრებელი ზოგადად ხინკალი თითქმა არის და საქართველოში რენატზე შეიძლება ის ასინდა ავიხსენე მაგალითად რაღაცას გეტყვი ყავი წასული ლომისას ტაძარი გეცოდინება ყაზბეგში და მანდ გავსინჯე ხინკალი ეხლა რომ მივადგეთ ჩვენ არ უჩივი ეხლა ღირსთან ავაროტკეს ჭამა შესაძლოა მაგ და მიყვარს ჭამა და 15 წელს გაბრაზებულზე 20 წელს ჭამა არიან ხალხი 50 წელს ჭამა და 100-საც მაგრამ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში 20 ბევრია და ზოგადად მე მგონი დავეთახმები შენც რო 20 ცოტა არა 20 ხინკალს ჭამა ასე რო თქვა და იქ რო ჭამა ხინკალი ჭამე დაახლოებით 3-4 ცალი თუ სწორად მახსოვს ინდონეზია სუყე იყო ფიზიკურად ვერ შეიძლება ბეტი შეჭამს ცხრის ხორცით იყო გაკეთებული ხო ანუ დიდი იყო თუ დიდი არ იყო ნუ საშუალო ზომის იყო მაგრამ რაღაცნაირად რატო იყო ისეთი ვერ გეტყვი ვერ ავხსნ არის კუთხეები სადაც შეიძლება ესწრო და იყოს ისეთი რომ ხო რაღაცა მაგი არის გეგმაში ესე თავისებური კუთხური რაღაცა ხან ხინკალი არის ყველანაირი კოკოსის ხინკალიც ხო არის ყველისიც არის მაგის თქმა მინდოდა კიდე ახლა ირმა არის ჩვენთან ერთად და ირმა არ ჭამს ხორცს და სოკოს ხინკალი შევკვეთეთ მაგასაც გავსინჯავ ისე და თქვენ თუ და გაინტერესებთ სოკოს ხინკალს და ყველის ხინკალს კიდე ცალკე გადავიღებ და კიდე კარტოფილის არის მე მგონი სულ მინდოდა დაგემონება და ისე ერთად დავაგემოვნოთ თან გადავიღოთ აი სიტუაცია იქნება მოიცა რისი ხინკალი იყო ჯინჭრის თუ რაღაცას რო იყო გახსოვს ის შეფების იმაზე რო იყო მაგის მოფიქრებული იყო რა ხო და მე რატომაც არ შეიძლება მოვიძიო და ვინ გაგიკეთებ ჯინჭარს შენ თუ გაგაკეთებ სპეციალურად შენ მოგაკრეფიებ ჯინჭარს და გაგაკეთებიებ ხინკალს არა შენ ახლა დაიწყავდი ისე აი ამას ახლა თავი გავანებოთ და აქ მოგწონს ლუდი ლუდის სიმართლე გითხრა რამდენი მოვიდი მანქანით ვიყავ სული ან ვიძახებთ ხოლმე ან მოტანილი ხინკალს ვაგემოვნებდით და ლუდი შესაბამისად არ გამისინჯია აქ მან ლუდს ახლა დავაგემოვნებდით იო ქუთაისში ძალიან ბევრი კარგი ადგილია ეს არ გამოვარჩევდი კონკრეტულად აგინდა თუ არა ყველა რაღაც სტანდარტულად კარგი არის რა არა შენ გადაწყვიტე ახლა აქ მოგეყვანე და კი მაგაში გეთანხმები რა ზოგადად ხინკალი რო გითხრა რომ აი გამოვუცდი და რაღაცა საოცრება რაღაცა ესეთი შეტაბეთება ხინკალზე არ მქონი არის ხალხი რომ აი მაგალითად იზახიან რომ აუ იქ ანეცი რა რაღაცა იყო და მაგარი იყო მე არ მქონია პირადად მაგაც და სამომავლოდ რა იქნება არ ვიცი ესე ადრე მახსოვს მე მიყვარდა ლუდი მაგრად და შენ პასიურობდი ახლა პირიქით არ შეიძლება შენ გიყვარს მაგრად ლუდი და მე პასიურობ ხოლმე ეხა ისე უბრალოდ ვიდეოს ხათრითაც და თან მინდოდა სიმართლე გითხრა ვარს არ მომოხოიცი მიზე მე არ არის და რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო ბოლო პერიოდში ვარს მომბობდი ხოლმე და ეხა დავლებ და გავსინჯე მომავალ ვიდეოებს რო გადაიგებ ისე ახლა გამოდის ლუა და ნახავს ამ ვიდეოს საყვედურ სიტყვისა ლუა და წამოვა და გადაგვიხებს ახლა დღეს არ ეცალა თუ არა ყველამ წავიდეთ ესეთი სიტყვით და შენ დალიე ძმო და მე წაგიყვა მანქანი დატარებ მეტი რა გითხრა მეტი კაი სიტყვა რა გინდა ფასე და ხონორადზე მე ვისაუბრებ ერთად გავსინჯოთ მოდი და ვნახოთ რა ვთქვა სიმ უნდა ვთქვათ რა მე რა კარგად წევიდა მართლა მაგარი ლოდი ისე ყველა ასე კაი ადგილებში ყველგან კაი ლოდი არის და ეგიც ერთ-ერთი გამორჩეული არის ძალიან გემრიელი ლოდი ერთი სიტყვით რა თერა სიტყვია ეგ ლოდის მიფთიც კაი რო იქნებოდა რო შემოვიდა ლუდს ხوارდალებთ და მანქანით ვართ გასინჯეთ რო გითხენ მაშინ დავხსნე ხო კაი იქნებოდა ლუდი ნამდვილად მაგარი არის ამას დავლებ ყველას ბაზარი არა მეც ხალხად მაგისთვის მოწეული სტუმარია და ჩემთან სტუმრები რასაც უნდა იმაშვები აღა ხინკალზე ვარ და თუ გინდა 100 ხინკალი ჭამე და ლუდი მიაყოლე რამდენიც გინდა მე აგერავა რა მოდი აქაც დავინიშნოთ დაახლოებით 10 წუთია ვართ მოსულები და ნახოთ ახლა რამდენ ხანში მოვა ჩვენი ხინკალი რა არის იცი შენ ხო ამ ვიდეოს და ამ კონტექსტს ქმნი ხალხის გამო ხო თან სიამოვნებს თავისთავად ამის კეთება ხო ინტერესი წვევს ზოგიერთისთვის მაგალითად მაგი პრიორიტეტია რამდენი ხანი აგვიანდება შედიხარ ხინკალი ამდენ ხანში მზადდება
მე ვარ ნამყოფი სახინკლეში ახლა 1 საათზე მეტი ვიცადე, საათ ნახევარი. ახლა ვფიქრობ ჩავსვა თუ არა ამ ვიდეოში და რა ვიცი, თუ არ გინახიათ, ანუ არ ჩამისმიათ. კაი, მოვცადოთ ჩვენ ხინკალს ახლა. ისი რამდენი ლაბარაკი მართ მე გადაგასწარი ლაბარაკი. მე ვიდა აგერ ერეკლეს არჩეული ხინკალი და ერეკლეს კი არა სხვათა შორის კომენტარებში მიწერდით ჰოიგარდენში მიდიო და იქანა დააგემოვნე ხინკალიო და ასე მოუწია ერეკლემ საქანა მითხრა მოდი ხ დავაგემოვნოთ ერთად რანაირი არის მეც და ერეკლეც ერთდროულად დავაგემოვნეთ და მე ამის აზრს მე ვისმენ რატო არის კაი მე არის თუ არა კაი მეც გეტყვით რა წავით მინდა ხაი ქუჩაში შეხვდები და პროგრამი მოესწაფო და გამაგები და ეიღები ჯო არ უნდა მეგლაპარაკი მე არ გადამიღო მას გადაუ არ გადაგიღვა მაგის წამოგიყვანე და საჭმელად ვარ მოსული ეგარი წვენი აქ რაფერად უყურებთ ხორცი კარგად აქ თუ ლაბარაკის თავები ხო რა ჭობ დიდი არა საშუალო ზომის ხინკალი არის და თავარი არის გემო ახლა და ნახოთ რანაირი არის ასეთ წვენი კაია ხორცაც გავცენჯავ და გერჩი და პახოდე ცონზე წისაუბრე მე ხილი არის მაგრამ დონიზე ხილია რომ არ იხევ ახლა შენ მითხარი რატომ მოგწონს ეს ხინკალი და მე მეგეთყვი ჩემაც რანაირი არის განცდა ამის მომენტში უფრო და კასტის გადმოცემა ძნელია ო ემოციის გადმოცემა ცოტა რთული არის და კაია რა მისწორდი მოდი ქუთაისზე რა მეგობრებო ერეკლე არ არის ექსპერტი ჩემსავით ტრენინგი გავიარე და სერტიფიცირებული გემოს ექსპერტი ვარ უკვე და ასე ვერ ჩამოგიყალიბებთ ეს ადამიანი და მოდი მეგეთ ახლა მართალია წვენი ხორცი ზომი ისი არის ერთმანეთთან შერწყმული ერთი სიტყვით რომ ზედმეტად არ მოდის არაფრის გემო არც მარილი არც პიმპილი არაფერი მართალი ყოფილხარ შიმონა აი ქალაქში მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ხინკალი არის ეს ხინკალი რანაირი კოხტა ხინკალია იცი აია რანაირი იცი სუფთა საჭმელი ხინკალი არის პატარა კოხტა ხინკალი არის თავის ფორმაში და ზომაში აქ წვენიც და ხორციც და ცომიც და ყველაფერი იდეალურად გაკეთება მართალი ყოფილხარ ძმაო ხინკალი აგერს ნახევა ეს სოკოსი არდა 80 არდა 70 კა ფილისელები მიწერენ რომ ქუთაისში ძალიან იაფი ყოფილაო ხინკალიო და რავი იაფია რავი დამწერეთ კომენტარებში ჩვენთვის ქუთაისელებისთვის ჩვეულებრივი ფასია ამიტომ სტანდარტულად მასერებს ამის დიდი ვერსია თუ აქვს და სწორედ მეტი რო ქონდეს ხარს საინტერესო არის კი და ოდნავ დიდი რო იყოს კონკრეტულ ვიდეოში ელდებოში ამის დიდი ვერსია ნეცი 2 და რაღაცა 2 და 10 ჩემი აზრით 2 და 10 ზომა რო იყოს არ იქ ნუ პრინციპი რა არის ახლა ამას რო შეჭავს სიტყვაზე 15 შეჭამაც ხო ხან დავიწყეთ მაგ თემას ლაპარაკი გავავცოთ მასთან დაკავშირებით გინდა ხინკლის ზომა რო დიდი იყოს ფასს გაძლევს სხვაობას და უფრო მალე ნახდები თუ რატო იმის ზომაში დიდი სასურველი მამენტი დიდი იმიტოა სასურველი რომ დიდი ზოგადად კაია არა რატო და რო იწყებ რა ხინკლის ასე ჭამას წვენი რო ბევრი არის და რო არ მთავრდება ეს ხო ხინკალი გვიყვარს ქართველებს გიყვარს და რო არ მთავრდება მაგია კაი რა ახლა ის რაღაცა ნუ ერთი შევჭამე მე მეორე არა ერთი რო არ მთავრდება ეგ მაგას მეორე მხარეცაა მეორე მხარე რა ანუ ვეიღებ დისკომფორტ რო ექნება ჭამი შეიძლება გაიხეს გაიქცეს გაიტაკ ყოაი კატეგორია ხალხი ტელეფონში და ეგრეა რა ხინკალი მორტოის დაჭერში კუჭი ნუ კაია ჩვენთვის ნორმალური ხალხისთვის გაიგზავნა დიდი ხალხისთვის პატარა შეიძლება ნაუ ზოგადად წევიდა ძალიან საკაიფონტის მაგალითად პირადად ხინკალი როგორ თემა არის კი ვინოზე რო იციან თქვა ხო იცი ასე უფრო კარგი და საუკეთესო ცუდი არაა იცია თითქოს ხინკალი შეგე არის კარგი და არის საუკეთესო შენ ალბათ ცუდი არ გიჭამია შენ მე ვიყავი მისული რომელიც არ დავდე მოდი მივაჭახონოთ ახლა ვაჭახონოთ აგვიმარჯოს ეს შენი უფრო დიდია ხო შენ ჩემი უფრო დიდია კი
მოდი ახლა ერთი სიტყვით შევაჯამოთ ეს ხინგალი. ცომი არის, კარგი, არც სქელია, არც თხელია. ამას თხელი რო იყოს, გაიხეოდა, ამას სქელი რო იყოს, არ მომეწონებოდა. ჩვენი აქვს ზომაზე, ხორცი კარგად შეზავებულია, ყველაფერი არის, კარგად. ფასილ არ ნახევარი კიდე. მეტი რა გინდა? სიცხარე? მე ცხარე არ მიყვარს. და ცხარე არა, ამარ არაფერი აიცი? იწკინებასა, ნუ ზომაზე, რანაირიც უნდა იყოს, იმნაირი არის. აი აი სოკოს ხინგალიც მოვიდა. ეს ხინგალი ღირს ლარი და 70 სოკოსი. ხორცზე უფრო ძვირია და რომ მოვედით კიდე გითხრენ რომ რანაირი გინდაო სოკოს ხინგალიო. ერთი სიტყვით არის ორი სახეობის ცოცხლად და შემწვარეო. აფერაც გითხრენ და ჩვენ ვირჩიეთ ცოცხლად. ჩვენა ირმამ და მოდი გავსინჯავ მეც და თუ დაგაინტერესებთ ამასაც გადავიღებ მე კი გითხარით და ნახოთ აბა. ვენახეთ სუნი აქვს მაგარი და გემოც უკვე მომხვდა პირში და ძალიან კი მედი აბა ნახე რაღაცა მეუცნო არა ძალიან მაგარი აუ რა კაია იცი მეგობრებო გადავდივარ სოკოს ხინკალზე რა გემრიელი არადროს? მე ხინკალი არ მიჭამე არც ერთი გემოს მართლა საღვაო რა გემრიელი რაღაცა სხვა მიჭამე მოდის მე სოკოს ხინკალი კი მიჭამე კი მიჭამია მაგრამ აქ ძალიან მომეწონა არ მოვკინე ხეს მე შეგვიძლია იმაია მინა იმაია კობაია რეკლია ქუთაისში ასე ჩვენ წვანილების სოკოსი და ყველაფერი ისია შეზავებული რომ ფეთქდება პირში რა ყველა რეცეპტორს დება მე მაგალითად ვხავდი ჩემოგიორი მაგრამ ამამუჯადო მაგალითად რაღაც არის ჩვენ ახლა მივხედავთ ამას ანგარის გევიგებთ მერე და გარედან შემოგეხმიანებით ლიმონათი არ ვიცი, მაგრამ მთის წყალს ქემივაყოლებდი ისე. რატომ მთის წყალი მევასება? ახლა რეკლამა არა, მაგრამ ხო, კი, ძალიან დავამოღამე მთის წყალი იმენა. მაგარი. მე რა თის უნდა იყოს ისე წყალსარდალები? მთის წყაროს წყალი. გადავიხადეთ და წავედ. ეს ფოტოშოპს ერთ ვიდეოს კიდე გადაიღებ და კაც. ანუ მოგეწონა გადაღება. არა, კაია. აი გადაღებები. აი გადაღებას რა უთხრა. ერთი სიტუაცია ვიცი კიდე ხო და რაღაც პასუხს ველოდებ და ხა კიდე. იილეთ და ავაგებნოთ მე დაგვაიჭებ. ახაც მე დაგვაიჭებ, მერეც მე დაგვაიჭებ. ამის მერე მე დაგვაიჭებ. მაგარი იყო. რამდენის ქუთაისური ადგილების სიაში შევწერთ ამ ადგილსაც დაფერად შევდით. მადლობა. აიხარებიან. მადლობა დიდი. კარგად. გამევედით აგერ და მართლა ნასიამოვნები დავჭი. ხინკალი გემრიელი, ხალხი გემრიელი, მომსახურება გემრიელი, სოკოს ხინკალი კიდე ავი გემრიელი. შემიძლია ორი სიტყვა. ხო, რაღაც. კი, აბა. შენ შეგიძლია თუ შეგიძლია, შენ მომიყვანი აქანაა. კი ბატონო. ესე იგი იწერება ქუთაისური რაფერ უძახი? ქუთაისური ადგილების სიაში შეიწერ. ქუთაისური ადგილების სიაში იწერება, ხო და სასიამოვნო მომენტიცაა, მაგრამ რაღაცა თან ხერხულობასაც იწევს. მაინც სასიამოვნოა საბოლოო ჯამში, მაგი ერთიანობაში თან კარგი საღამო გამოვიდა ესე რომ თქვა გიო. კაი და დამშვიდობება მახსოვს ერთხელ დამშვიდობება იმაში. კარგად, მე ნაფერი იყო სულ კარგად. ერეკლე დაგვემშვიდობა. რავი, რაფერ მოგეწონათ ახლა. ჩემი აზრით, შვენიერ ვიდეოდ გადაკეთდა ეს ვიდეო, რომ ვინც რა ადგილს მეტყვის, იმ ადგილზე მიმყავს. თან გავიგებთ ქუთაისში სად არის ყველაზე კარგი ხინკალი, თან ხალხსაც წავიყვან, ერთი სიტყვით, ხოეგარდენი ჩაეწერა ქუთაისური ადგილების სიაში. მადლობა კიდე აქედან. წავით ახლა სხვას ვკითხოთ, სად არის ყველაზე კარგი ხინკალი და ის დავაგემოვნოთ. მოვიდა შემდეგი სახინკლეში წასვლის დღე და რაშია საქმე ახლა. ჩემ იმ სიტყვას იმხელა გამოხმაურება მოყვარო გოგონებით ჭამენ ხინკალს რო ვთქვი რას ქვიაო გოგონებით ჭამენ კი არა ჩვენ ჭამთ თუ ჭამთო თან ვაკეთებთ ამ ჭამთო და ყველაფერსო ამ ვიდეოში რო არ გამოსულიყო ისე რომ რაღაცა ავდექი და წამოვიყვანე ჩემი მეგობრები გოგონები და ტერიტორიიდან მიხვდებოდით ალბათ სადაც ვართ თუ ვერ მიხვდით ახლა მოვლიან და გეტყვიან სად ვაპირებთ ხინკლის ჭამას რამ ჰოპ აი ფოკუსი გავაკეთე.
go. საწავედით კაცო მეცა. საჭმელად კი არ მყავარ წამოვანე, იგივე საქმეა. სად მოვდივართ აბა და რატომ მოვდივართ აქანა? 1 2 3 4 კათხაში. რატო გიყვართ აქანა? გემრიელია და მაგა. ხო, და ფასები საკმაოდ ხელსაყრელია, როგორც ვიცი. მეც გამიგონია, მაგი კომენტარებშიც ვნახე 1-2 და გამიხარდა თქვენს რომ აქანა მითხარით, ოდითო და წავედით ახლა და შევიდეთ და ერთად ვნახოთ. ორი დღეა დავიწყე, სწორად ყაინი ბრინჯის, სტაფილოს და ბრინჯის მეტი არაფერი მიჭამი. უყოს ხორცს მიჭამო. სავარაუდოდ ბოლო ეპიზოდი იქნება ეს, ხო და ძალიან კულტურული ბოლო ეპიზოდი გამოგვივა, იმიტომ გოგონებთან ერთად არ გამოდის სხვანაირად ახლა. მობძანდით, მეგობრებო. გაფილტრული თუ გავფილტრული? გაფილტრული იყოს, რომლები არის? სტელა და რკოლა. ქუთაისური მინდა რა მე. ქუთაისური არა, ქუთაისური რაფერი? სტელა ბელგიური, ქუთაისთან მიახლოებული ყველაზე თბილისი. კოდი და გაზბეგოს ქართული კოდი. შეუკვეთეთ ხინკალი, სხვათა შორის არ ვარ ნამყოფი აქანა და ნახოთ აბა რა. ხო? კათია შენ? ასე თქვენ. შირის თუმარი ვარ უშვი. ირმა მყავს ხალხო წამოყვანილი და ყველაფერი უნდა, ვიცი. ანჩოს იცნობთ ჩემი ვიდეოებიდან, TikTok-ზე ვდებ ხოლმე, კათიასაც იცნობთ კიდე, პატარ-პატარა მომენტებში არის. ახლა მაინტერესებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვის გულშემატკივრობთ, აბა? შენ. პორტუგალიას. შენ? კითხვაზე რა. თათია წავა. მე გულშემატკივრობ ბრაზილიას, მაგრამ ისე ითამაშეს, ხო? მაგის გახსენება არ მინდა და რა ვქნა, ბავშვობიდან ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ. ბრაზილია კი არა, ლუდი მოვიდა, მეგობრებო და გასინჯეთ, აბა და მითხარით რანაირი არის, მე რაფერაც ყოველთვის ვარ ვანქანით და ანდა აგერ ირმასლოს გავსინჯავ. აია. აია. კარგია. არც მძიმე არის, არ არის. ყველა ნორმალურ ადგილში, ყველგან უკვე კაი ლუდი არის. გაგიმარჯვა სანჩო. გაგიმარჯოს. და შეძლებ არც გავუმარჯოს. კი ბატონო, რა უნდა ქნან? გამოიწერონ, დალაიქონ, ზარისღილაკიც ჩართონ. კი, ბარეგა. ეგა, გაგიმარჯვა თქვენ. ირმა, აქეთ გიყურე. ხინკა, ინდაბჭანო. ხინკა ზოლოდები. როდის იქნება? ეცველოდები, ხო? კაი გამახსენე დრო დავინიშნოთ, რამდენ ხანში მოვა. ხალხი ბევრი არის. რამდენ ხანში მოვა ჩვენი ხინკალი ვნახოთ ახლა. აი, შეუკვეთე ჯენკი რა. ცოლია, ბოლო. ხინკლის ვიდეოს ვიღებთ, მეგობრებო რა. მე ჩემ აყურებელს ვერ მოვატყვილებ ვერაფერს. მარტო ხინკაზე ხარ ეს ხალხი. ფრინც აინტერესებს, ვინც ბავშვთან ერთად მოდის. რა ხალხი არიან, ხო, კაი ფრიც შეუკვეთოთ და ფეხბურთის ყურება შეიძლება, ტელევიზორები არის. თათიას საჭმელათაა დამოსული. შეერი. ანჩო ყოველთვის მზადა. სანამ ჩვენი ხინკალი მოვა, გადაავლეთ თვალი ჩემ ვიდეოს და ვინ მოგეწონათ ჩემ ვიდეოში ყველაზე მეტად. დამიწერეთ კომენტარებში ვინ წავიყვანა ამ ხალხიდან კიდე სხვა ვიდეოს გადასაღებად. კაბაბებზე წავიდეთ რა. ძალიან მიყვარს კაბაბი. მაგას მართლა შევფიცებ ძალიან კარგად. აი, ნახოთ, თქვენ დამიწერეთ კომენტარებში, ჩვენ მანამდე ხინკალს მოვუცდით. ახლა მაინტერესებს KP, სად გირჩევნიათ ფეშენი და რაღაცა ცეკვა, რაღაც აქეთ-იქეთ თუ ლუდი, ხინკალი, კაბაბი და შინაურ პონჩი რაღაცნაირად, ხება? გააჩნია სიტუაციას, თუ დაქალებთან ერთად მივდივარ, რა თქმა უნდა, სვეტკურ ადგილებში დავდივარ, კოქტეილები, ესეთი ამბები. ძირითადად მაინც უფრო ტერასა მომწონს მაგ მხრივ. ტერასა რა? ტერასა გალერეა. ოპერის ზევით რო ატიხარ, მაგლა. მე ნამდვილი ქუთაისელი კაცი ვარ, არც ვიცი სადა რა ტერასა? ტერასა არის, სად არის ბიჭო? რა ვიცი, მე სადა ტერასა? დიდი კაცია. რაც მაგის წინ. შენ ციგანადადი ხარ? პანდაკებები ოპერის თავზე. დიდი კაცები და რა არის? ამის დიდი კაცები არის მაგენი. თუ სამეგობრო საერთოდ მივდივარ და საალევად 4 კათხაში დავდივარ ხოლმე. მალადეც. თუ აი მას ჩვენთან რო არის იქანა რაც ხა ქრონიკა და ინტრო და რაღაცები. მეწონა არ იყო ცოტა.
მე გადავიღებ რანაირ ვიდეოს, იცი, შევადარებ სვეცკურ და რაღაცნაირ გართობას და ქუთაისურ კაცურ დარტყმა პურისჭამა იმას. ჩვენ წავიდეთ. რა ვიცი, მამაკაცურ კონჩი წავიდეთ. მამაკაცურ კონჩი მამაკაცები წავად. შედარებას მე თვითონ გავაკეთებ, ჩემი ხო გჯერათ. შენ სადად იხარ, აბა, რომელი გირჩევნია? სვეცკური თუ დარტყმა პურისჭამა და რაღაცა? სიტუაციას გააჩნია, რა თქმა უნდა, მაგრამ დამწყმელი პურისჭამის სიტუაცია, რა თქმა უნდა. კაი ჭაჭა, კაი ხალხი. იქ ვუყურებ აგნაირი სვეცკური სიტუაცია, მე მგონი, კიდე ახალ გახსნილია. ამის წინა ვაიბაფი ქვია და იქაც ვაპირებ მისვლას ისე. ნამყოფი ხარ? გახსნაზე ვარ ნამყოფი ისე მოვხდი. ყვან, წაგვიყვან. გადაწყვიტონ ჩემმა მაყურებლებმა, წავიყვანო თუ არა ანჩო ვაიბაფში. შენ არ ლაპარაკობ, შენ არა. შენ დარტყმული პურისჭამული სიტუაცია რო გიყვარს იქ? გაწყვეტები ჩემიწყლე, დიო. მე დაგისვამ ახლა კითხვა რა? ფებ შენ კითხები არ გინდა, აქ ჩემი კითხვები არის. რა მაინტერესებს, ხინკალს რა ფერ ჭამთ? ხელით ჭამთ თუ დანაჩანგლით და წახვალთ ქუთაისიდან ორივე? ხელით რა თქმა უნდა. და კუჭიანა. კუჭიანა ჭამ? თქმა უნდა. მეც მიყვარს კუჭები. რამე კიდე სხვა ფეტიშები სხვა რა გაქვთ? მე მიყვარს ძალიან წვენის ხრება. აღარ უნდა ხრიპო. ასე ზუსტად. ძალიან მიყვარს ეს წვენი რო აქვს ხინკალს, ეს არის ძალიან დიდი პლუსი ჩემთვის. მთელი კულტურა არის ამ ხინკლის წვენში, ხორცში და ეს პატარა ტომსიკაში, რომ გემრიელად ყველაფერს ერთად გიждები. ასე თუ გიყვარს წვენი, საწრუპი მაქვს წამოღებული და საწრუპით ვერ მოხვრიპავ. შენი აზრით მე არ მაქვს საწრუპი წამოღებული? რა საწრუპი ვიღადავ, ეგ რა თქინდა? ანუ, აბა როგორ უნდა შევავაწყო ხინკალს აქვს თუ არა წვენი? და ასე დავაქციო თეფშზე და ხინკლის წვენი არ დავიო, არ მესმის. რომელი გიხდება აღონ? რა ვარდისფერი ხინკალს ვინ ჭამს იმითი საწრუპით ვინ ხვრუპავს? ამას მე დაბლა რა ვარ გაჩვენებთ მეგობრებო. შენც ასე ხო არ ჭამ რამე? ნიჩაბით ხო არ ჭამ შენ ან რამე რაღაცა დიდი კოვზით ასე? სათუცი ხელები. დეგუსტაცია როგორ გავაკეთო ხინკლის, როდესაც მოვედი ხინკლის საჭმელად. უნდა გავიგო როგორი წვენი აქვს და ხალხსაც გავაკეთინო. ხარ გადმოვაქცევ ამ წვენს. თეფშზე, თელ სიმდიდრეს. ამისთვის მომზადებული არ ვიყავ მეგობრებო. ამნაირ სიტუაციაში პირველად მოვხდი, არ გამიგონია, თქვენ თუ გაგიგონიათ კიდე რამე უცნაური ხინკლის ჭამის და ესე კიდე დამიწერეთ კომენტარებში. მე კიდე იმედია გადაობს ამას და მე ვფიქრობ რომ გადაობს. და საწრუპები ტყილა აქვს წამოღებული. არა. სათრუპით სადგობს ნანა. რა მაინტერესებს იცი რედ ფლეგები? წითელი დროშა. ქუთაისურად მინდა რამე რა არის შენი წითელი ნაჭერი? მამაკაცებში თუ საჭმელში? მამაკაცებში რა არის? მამაკაცი მთლიანად რედ ფლეგი, ბოდიში წითელი ნაჭერია, მაგრამ ეს გაჩნია რომელი ფერის წითელი ნაჭერია. მუქი ეს ამოიჭრება მეგობრებო, დამთავრდა. შენ აღარ გეკითხები? ეს რა? შენ რას ფიქრობ, ბაბა? ეთანხმები თუ არა? რა თქმა უნდა ვითახმი. სადა ვარ მეგობრებო? ხართ არ ვაღიარებ. ფანტასტიკი. ამ საქმიდან არაფერი გამოვა. ისევ ხინგაც ვილაპარაკოთ ჯობია. კაცებისთვის რა არის ქალების რეთლები? ვერიქეთ. აი რა არის, იცი? არაფერი, აი. ამჯერად. დავუშვათ რაღაცა რომ მიდიხარ და აგვიანებ. ოკეი, ყველაფერს ახსნა აქვს, მაგრამ ეს დაგვიანება, ახლა Red Flex ვერ დავარქმევდი, არა ვიცი, არ მომწონს, მაგრამ მიღება შეიძლება. მოსაწონი რაც არის, იგი მოსაწონია, არა მოსაწონი რაც არის, იგი ქალისიც და კაცისიც არის, არა მოსაწონი. ანუ არა, კაცი და ქალი არამედ პირიქით ადამიანი. ადამიანი, კი, ცუდი, საქციელი, არც ერთისი მომეძონება და არც მეორესი და მე კიდე გასხივოსნებული მელო ამოვარდება აქასე. ფრიზ გავსინჯავ, სანამ ხინკალი მოვა ფრიზ გავსინჯავ, მე მგონი ხმარის მოდა, მაგრამ რა უშავთ. მე ხინკალი. ენერიაცი? რომაზე აქვს მარილი? ნუ, მაკდონალდსის ფრისავით არა, მიახლოებულია მაკდონალდსის ფრისთან. კასინო. გებრიელი არის უდაოდ. მაგრამ მაკისას არ ხავს. მაგ იმიტომ ვთქვი რომ გეჭამათ. ენერგია.
არა, კარგია. მართლა კარგი. აია. მოდი ახლა შევეჯიბროთ ჩვენ ერთმანეთს, ვინ უფრო უცებ შეჭამს ხინკალს. უცებ, ხო უნდა დავაგემოვნო გემი. არა, მაგი დაგემოვნების მერე. ოკეი. სისტრაფეზე, თავის კუჭიანად ან რაღაცა. თავის კუჭა. ჩელენჯები რამე დავამატოთ? სოკოს ხინკალი. პირველად ვნახე დაწესებულებაში, რომ სოკოს ხინკალმა მოასწრო ჩაულავდებ ხინკალს. გეთანხმები. ეს ხალხი ვინები დამყავს, რომ არაზროს არაფერი არ აქვს, განასინჯო. გავსინჯოთ. ერთად მე სოკოს არ ჭამს საერთოდ. არ ჭამს საერთოდ? მოვიდა მეგობრებო. პირველს ერთად ჭამთ და თქვენ მეუბნებით რატომ მოგწონთ და რატომ მომიყვანეთ აქანა და მე მეგეთყვით რანაირი არის. ძალიან ცხელია. ცხელია. სანამ გაცივდება, მანამდე ფორმა ვნახოთ, რავი არის. ზომა საკმაოდ კარგია. ზომა კარგია, კუჭები თუ გიყვართ, კიდე საჩემოა. მეორეს გაჩვენებთ მეგობრებო ახლოდან. კი. არ ველოდებოდი ახლა თქვენ თუ ამნაირ ადგილზე წამომიყვანდით. მოგეწონა? ეხალია ძალიან. ეს რა გადაყლაპეთ ათია? ამას მე მოცის რაფეში ვერ მოვასწრებ. თქვენ რატომ მოგწონთ მაინტერესებს ახლა მე კი გევიგე რატომაც არის ამნაირი რანაირიც არის დაბა მითხარი. ბევრი წვენი აქვს ეს მომწონს და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. წვანილი არის დაბალანსებული, არ არის გადაჭარბებული. თომიც არ არის ძალიან სქელი და ხორცის გემო ფრეშია. ძალიან გემრიელია. შენ თათია ჭამე შენ. ჭამე. არ გვინდა. თქვენს გააგრძელეთ კი ჩემი სათქმელი თქვა ფაქტიურად ხინკალი არის რა ვიცი რაშიშვე ხუმრობთ მეგობრებო არ გეგონოთ რომ მართლა მასი არის მაგრამ თუდად გამოიყურება კაი რას ვამბობდი თომი არც თხელია არც სქელია წვენი ბევრი აქვს ხორციც მართლა ყველგან რომ მივდივარ მწვანილთან მაქვს პრობლემა რა სულ იმიტომ მწვანილის გემო ფარავს ხორცის გემოს მერე და აქ მწვანილიც აქვს ზომაზე წვენი თოქს უმარილო აქვს და ეს უმარილო არ არის ხორცის და წვენის გემო ყველაფერი მოდის გემრიელად რა მალადეს მართლა აი ადგილი აგირჩევიათ სინგლის საჭმელად. შენ მერე. აი, მწვანილი ბევრი კი ჩანს, მაგრამ გემო არა აქვს დაფრი რა მწვანილის. გაჭრილი მწვანილი არის შეგნით. წვენის გემრიელია, ხორცი კაია, რა ვიცი. აი, ახლა ჩელენჯი გვაქვს სისტრაფეზე. ბეიბი. მე არ მიყვარს წაგება. 1 2 3 ჩვენ შეჭამეთ კი. რას დაინახავთ გადავსანსლე? ნეზრის ბრალია წი? წაგება მე უფრო არ მეყვარს. იმნაირი ხასიათი მაქვს რომ წაგებას ვერ ვიტან. ვერძი ვარ? აუ ჩემი კაი. აქ ასტროლოგიაც ჩავრიეთ საქმეში და ახლა ვარეშევა ვიღაცის იმაში. აუ რადგევიჩით ეგე. რა ვერძები რა? შენ ხარ ადამიანი, შენ ხარ ადამიანი, რა ვერძი რა თევზები რა. ექსკლუზიურად მეგობრებო, შენ სოკოს ჭამს საერთოდ? ზოგადად კი, მაგრამ ხინკალი არის ის გამოსინჯავს. სოკოს ხინკალი არ გაუსინჯავს, მაგრამ უფრო ექსკლუზივი რა არის, იცი? სოკო გაგნა ჭამი? არა, საერთოდ არ მაქვს გასინჯული. არასდროს, არც სოკო, არც თევზი, არ ვიცი, არ მაქვს გასინჯული, მაგრამ შენი ხათრით ცდი. შეიძლება ეს იყოს დასაწყისი შენი და სოკოს სიყვარულის რა. არ მომეწონა ვერ შეჭამ. არ მოგეწონა რაფერ შეჭამ ახლა. მარი და ჩავასხოთ. არა, რაც გინდა, რავი. ეს უფრო დიდია სხვათა შორის სოკოს ხინკალი.
რა ხდება? ესე ტარხუნას გემოვიგრძენი. კი, მე თვითონ. ხო. რამაც გადაფარა სოკოს გემო. რა ხდება, თათია? არ ვარგა? გადაფარა ის გემო, რაც შეიძლება ჩემთვის ცუდი ყოფილიყო. სნემლები წამოვიდა. არ სოკო არ გიჭამია, მე მგონა ფერად შევხედე რა. არა, არ იყო ეგ სოკო, ხო? მინდი. აი ხო. რას ფიქრობ? ის მომეწონა მხოლოდ ჩემთვის, რომ ეს ტარხუნის გემო წამოწეული იყო. თორე სოკო როგორც ასეთი, აი არ მაგნაჭამი და არ მომეწონა. თავიდან ვერ დაუმოღამე. ჩემ არ მოგეწონა? ხოდი მე გაჩვენებთ, აი ასე გამოიყურება ეს ხინკალი შიგნიდან. პირველად ვინც ინჯავს, იმისთვის სპეციფიური ხინკალი იქნება, იმიტომ იმენა სოკოს გემო მოაქვს ყველგან რა და ბევრი სოკო აქვს, ძალიან სავსეა ეს სოკო. და ამასაც აქვს წვენი, სხვათან. წარეც. წარეა, ხო, წარე წარე. არის. ხინკალი უფრო დიდი იყო, აი კუჯეც ეთყობა. შიგთავსი ბევრი აქვს, სოკოს გემო, სოკო არის ყველგან და ოდნავ წყარი არის რა. მეტი არაფერს არ შემეძლია, ეს ირმას კერძი არის და კარგად ჩაუღრმავდები ამ ყველაფერს და თუ დაგაინტერესებთ, სულგუნის, სოკოსი, იურესი, სხვადასხვანაირ ხინკლებს გავსინჯავ მე. კაი, ახლა მოდ ჩემ ხინკალს მივხედოთ ახლა. გემრიელია. აუ რა, კაი ხინკალია, იცი? აუ რამდენი ჩავასხი. ძმარია, კაი გამიმართლა, მთლიანად ძმარია, იმერა. ეს რო ცუდი ძმარი ყოფილიყო დამახჯობდა. გაცივდა და არიხევა, მაგი პლუსი არის, კაი დამუშავებული არის ცომი. ხორცი არის იდეალურად შეზავებული, გემრიელი გემომორჩება ბოლოში რა. იმ გემრიელი ხორცის გემოს დარჩა და ძმარმა მიცა თავისი არომატი. ეს ახლა შემოგვიწყვეტ. რო შევწვათ, შემწვარი ხინკალი, აუ მაგასაც გადაგვიყევით. ამ ყველაფერში ყველაზე მშვენიერი არის ის რომ ხინკალი ღირებულად არის და 20. კითხვით იაფიაო, მაგრამ ასე იაფით თუ იქნებოდა არ მეგონა. კაი ახლა. ჩამწრელი კითხვების მე რამდენი სერიაა? მესამე გონია. რა უფრო გიყვარს, ხინკალი თუ ხაჭაპური? ხინკალი. მეც ხინკალი. და ხინკალზე მეტად რა გიყვართ? ქაბაბი. სვატი. მე ხინკალი მიყვარს ახლა, მე ყველაზე მეტად ხო, ალბათ ხინკალი და ხინკალი, მწვადი, ქაბაბი, იმენა მაგარის უფრო შევკარით. კიდე ხა წამიყვან. ეგ ნახოთ, დამიწერენ კომენტარებში თუ დაინტერესებთ. ქუთაისს რამდენ ლარად მიატოვებდი, აბა? საერთოდ ეს კითხვა რატო დამისვრი? ამ ქუთაისა ქალს. ქუთაისი არის ქალაქთა ქალაქი. მე მინდოდა რომ შუღლი ჭამომეგდო აქ და რაღაცებო. არანაირი. ხალინელო, გაიჭიტა. კაი, ახლა გადავიხდით და წევით. შეგიქნება? მადლობა. ჰოპ. რაფერ მოგეწონა დღევანდელი დღე და გადაღებები, აბა? გადასარევი იყო. გადაღება უფრო კაი იყო თუ ჭამა? ჭამა. შენ გადაღება მოგეწონა, ხო? რა თქმა უნდა, გადაღებას მომეწონა, საჭმელის მომეწონა და ლუდის მომეწონა. და საყვარელ ადამიანებთან ერთად საუბარის რა. და აი ეს იგენი არ შემიძლია ეს ცადა იყო ტონალურები თუ რა ვიცი მე ჩემი ზოდიაქოები ხო და რაღაცე ჩემი ლუა და სიმო მელაპარაკება რა წებს სისულელებს გევარ გემრიელად 59 ლარის იყო ეს ყველაფერი დღესდღეობით რა მშვენიერი ფასი არის ჩემი აზრით
ქალბატონებსაც გქონიათ გემოვნება. რა გვაკადრე ახლა ეს? ზუსტად მაგნაირ კომენტარები დამწერენ. აი კიდე რო დამიწერონ, იმავს ჩალეჩობ რა. კაი, ვღადაობთ ახლა მას თავი გავანებოთ. მადლობა, ჩვენიერი ადგილი იყო. ჩვენ მადლობა. ვისი არჩეული ხინკალი უფრო კარგი იყო, აბა თქვენ დამიწერეთ კომენტარებში. ახლა შეხედე რას ვიზამ? 1 2 და სა მი. აი ასეთი ფოკუსების გაკეთება შემიძლია. მადლობა ყველას რომ მიყურებთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო და შევხვდებით როდის? შემდეგ ვიდეოში. წავედით.